მინდოდა კიდევ ერთ ვიდეო ჩამეწერა. ამჯერად აი ამ შეცვლილი სქესის ადამიანებზე, სხვა სექსუალური ორიენტაციის ადამიანებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნეგატივია დღემდე ესეთი ადამიანების მიმართ და მე დიდად არც მესმის და მეორეს მხრივაც დავადანაშაულებს სხვებს, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არის მიღებული დიდად სიახლეები და ძალიან რთულად იღებენ სიახლეებს ზოგადად, რაც არ უნდა ცუდი იცოდნენ, ძალიან უჭირთ გადაჩვევა, საკუთარი ეს ძველი ცუდი ურჩევნიათ, რაიმე ახალს კარგს. უჭირთ დამოუკიდებელი აზროვნება და მიუღებელი, რაც თავის საუკუნეების განმავლობაში არა იყო, დღემდე არა არის მათთვის, მაგრამ არიან შედარებით პროგრესული ადამიანებიც, მათთვის არ არის ეს ვიდეო ახლა ამ ეტაპზე ზუსტად ესეთი ადამიანებისთვის, ვინც არ ესმით და არ იღებენ, ესე ვთქვათ, ესეთ ადამიანებს. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ეს აგრესიას, ესე ვთქვათ, ამ ასეთი ადამიანების მხრივ არ აქვს აზრი. ეს ადამიანები არიან დაკარგული ადამიანები. დაკარგული რა მხრივ? თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ მათ ადგილზე ყოფნა, ანუ ასტროლოგიურად, როდესაც ადამიანი არის კაცი და ყველა პლანეტა თითქმის, ანუ უმრავლესობა პლანეტების ხავს ქალურ ნიშნებში, ქალურ გრადუსებზე, ანუ თლიანად აქცენტირებული არის ინის ენერგია, ქალური ენერგია და ადამიანი არის კაცი. ასეთ შემთხვევაში ხდება, რა თქმა უნდა, ესეთი ცვლილებები, როდესაც ქალური არის ადამიანი, ანუ შედარებით რბილი არ არის ესეთი მასკულინური და ეს ხო მისი ბრალი არ არის ესეთი დაიბადა, ეს არის მისი, ესე ვთქვათ, შეგვიძლია დავარქვათ კარმა. ეს არის მისი გამოწვევა, ის რაც ამ ადამიანმა უნდა ისწავლოს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ეს სწავლის პროცესი არ არის მარტივი. და შესაბამისად, როდესაც თუ ამ ყველაფერს ემატება კიდევ სამედიცინო პრობლემები, თუ ამ ყველაფერს ემატება ფსიქიკური პრობლემები, წინაცხოვრების სირთულეები, რაც ამ ცხოვრებაში იჩენს თავს შემდეგ, თუ ემატება კიდევ ესეთი, მისი ცხოვრება უფრო მეტად რთული ხდება. და ყველამ ვაღიაროთ, რომ ყველასთვის დღემდე 21 საუკუნეში გამოსავალი არის ყველაფრის ფიზიკური შეცვლა. რატომ იბერავენ ტუჩებს, რატომ იკეთებენ ცხვირის ოპერაციებს, რატომ ვიღებავთ თმას, რატომ ვიცვამთ ლამაზად, ანუ გარეგნული ცვლილება ჩვენთვის არის, ესე ვთქვათ, კარგი. ესე აღიქმება, რომ ჩვენ ამითი თავდაჯერებას უფრო მეტად ვიმატებთ. იგივე საკეთებენ ისინიც, რადგან შინაგანად გრძნობენ თავს ქალებად, თვლიან, რომ უნდა შეიცვალონ გარეგნულად, იმიტომ რომ უფრო კომფორტული იქნება ცხოვრება, ხო? ჩვენც ესე ვართ. არ მოგწონს ტუჩი, დავიბერავთ ტუჩს, მორჩა. პრობლემა გადაწყვეტილია. დავდივართ ტუჩს და ბერილი და მოგწონს ეს ყველაფერი, მაგრამ ყველა აღიარებს გულის სიღრმეში, ვისაც ცოტა მაინც ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს და ვისაც დაბერილი აქვს ეს ტუჩები ან სხვა რამე გაკეთებული აქვს, თუნდაც შეღებილი თმა, ეს არაფერს არ შველის. ის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვე იცვლიან, დადიან კოსმეტოლოგებთან, იცვლიან ამ სახის რაღაც ოპერაციებს, იტარებენ და ასე შემდეგ. ეს არის ყველაფერი, იგივე სქესის შეცვლა, იგივე სექსუალური ორიენტაციები განსხვავებული, სხვა ფეტიშები და ესეთი